Am ვიდეოში გადავწყვიტე რომ გაგიზიაროთ ჩემი ქორწილის დეტალები, სად რა დავჯავშნე და როგორ მომეწონა, რადგან ბევრმა მომწერა პირადშიც და აინტერესებდა სხვადასხვა დეტალები, რა როგორ გავაკეთე ქორწილში და ვისთან დავჯავშნე სხვადასხვა სერვისები. Გადავწყვიტე რომ ერთიანი ვიდეო ჩაგიწეროთ, სადაც ყველა ინფორმაციას ნახავთ. აქ მაქვს გახსნილი ჩემი მთელი ქორწილის Excel-ი, რომელსაც პირდაპირ არ გაგიზიარებთ, მაგრამ ყველა ინფორმაცია ერთად მაქვს თავმოყრილი. დავიწყებ რა თქმა უნდა ლოკაციით, რომელზეც ყველაზე მეტი კითხვა შემომივიდა თუ სად იყო გაკეთებული და ქორწილის ლოკაცია იყო ავენიუ საგურამო და ასევე ფურშეტი, ანუ საკვებიც შევკვეთეთ მათთან და ყველა სტუმარი ამბობდა რომ იყო უგემრიელესი. თავიდან შედგენილი მქონდა პატარა სია სავარაუდო ლოკაციების, სადაც ავენიუ საგურამო თვითონ ფასითაც და ვიზუალითაც ყველაზე მეტად მომწონდა და პირველი წავედი სანახავად სწორედ აქ და მაშინ მე მივხვდი რომ ეს იყო ჩემი ქორწილის ლოკაცია და სხვა ლოკაციების ნახვა აღარ მჭირდებოდა და პირდაპირ დავჯავშნე. და ასევე მინდა გითხრათ, რომ თვითონ სტაფიც და მომსახურე პერსონალიც ძალიან კარგები ყავთ და მთელი საღამოს განმავლობაში მე მათგან გვცნობდი, რომ რეალურად ადარდებდათ და ნერვიულობდნენ თუ როგორ ჩაევლიდა საღამო და ცდილობდნენ, რომ ყველაფერს ძალიან კარგად ჩაევლო. შემდეგი მოდი ვისაუბროთ ცერემონიის თაღზე, რომელიც იყო ფაქტობრივად ერთადერთი დეკორაცია საქორწილო ჩემს ქორწილში. სხვა გადავწყვიტე რომ არაფერი დამემატებინა, უბრალოდ პატარა ლარნაკებში ჩავალაგე ყვავილები და თითო მაგიდაზე დავდე. მაგრამ მთავარი გმირი იყო ჩვენი საქორწილო თაღი, რომელიც დაამზადა უსაყვარლესმა გოგონამ, თან აი მართლა იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა რომ გამოვიდოდა. დაგიზიარებთ მის Facebook-საც, სადაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და შევკვეთოთ. შემდეგი მოდი ვისაუბრებ ჩემს კოორდინატორზე, მარიამზე, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მადლობა ამ ვიდეოდანაც და აუცილებლად მივუთითებ მის პროფილს, სადაც შეგიძლიათ რომ დაუკავშირდეთ. მარიამ ჩემს ქორწილში იყო კოორდინატორი, თუმცა მას ასევე სერვისებში აქვს ქორწილის ორგანიზებაც და მე მაგალითად დამჭირდა ნახევარი დღის კოორდინირება, იმიტომ რომ ჩემი ქორწილი ისედაც დილიდან არ იწყებოდა და სადღაც საღამოდან გვჭირდებოდა ყველაფრისთვის ყურადღების მიქცევა. ქორწილამდე გვქონდა ორი ქოლი, სადაც დეტალურად გავიარეთ როგორი წარმოგვედგინა ის დღე რომ ყოფილიყო და ძალიან ბევრი იდეაც მომაწოდა სხვათა შორის, რაც არ მქონდა ნაფიქრი და მე დავამატე ქორწილში და რაც მთავარია დამეხმარა ქორწილის ტაიმლაინის გაწერაში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი და ჩემით მაგ ყველაფერს ალბათ ვერ დავგეგმავდი. ყველაფერი გავწერეთ საათობით, რა არის მერე უნდა ყოფილიყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქორწილში, იმიტომ რომ ნებისმიერ ივენტს აუცილებლად სჭირდება თავისი გეგმა და ტაიმლაინი. მარიამს ქორწილის დღეს უკვე მიწოდებული ჰქონდა ყველა კონტაქტი, რაც იმ დღეს იყო საჭირო, მაგალითად აი ყინული იყო მოსატანი და ყინულის კონტაქტიც ჰქონდა და უკავშირდებოდა და ამ ყველაფერს თვითონ აგვარებდა. რისთვისაც დამერწმუნებით პატარძლებს ნამდვილად არ გვცალია ქორწილის დღეს. ამიტომ ჩემი უდიდესი რეკომენდაცია მარიამს და ყველა მომავალ პატარძლს გირჩევთ, რომ თუ ირგვლივ მეგობრებში მაინც არ ყავთ ადამიანი, რომელიც ამ პასუხისმგებლობას აიღებს თქვენს ქორწილის დღეს, რომ ყველაფერი აკონტროლოს, აუცილებლად უნდა აიყვანოთ კოორდინატორი ან ორგანიზატორიც, თუ თქვენით არ შეგიძლიათ რაღაცების დაგეგმა. შემდეგი, რომელზეც ვისაუბრებ, იქნება ფოტოგრაფი და მის პროფილსაც რა თქმა უნდა მივუთითებ და შეგიძლიათ რომ დაუკავშირდეთ და მასაც უდიდეს მადლობას გადავუხდი ამ ვიდეოდან. ფოტოები გამოვიდა ძალიან კარგი, მართლა. მეც და ჩემი ქმარიც კმაყოფილები ვართ. საკმაოდ რთული იყო თავიდან ფოტოსესიაზე მუშაობა, იმიტომ რომ მიჩვეული არც ერთი არ ვართ ამას. ჩემი ქმარი განსაკუთრებით უფრო ნერვიულობდა, იმიტომ რომ არ გვყარს ზოგადად ფოტოების გადაღება, მაგრამ როგორც ხედავთ, იდეალური ფოტოები გადაგვიღო მათემ და ძალიან დიდი მადლობა. მოდით შემდეგი იყოს ტორტი. ტორტი შევუკვეთე მარონში. ძალიან ბევრი ვიწვალე სანამ მარონამდე მივაღწევდი, იმიტომ რომ რატომღაც ჩავთვალე, რომ დიდი საკონდიტროები კონკურენტებს მოდით არ დავასახელებ, მაგრამ ალბათ ხვდებით, ყოველთვის ძალიან ძვირს ითხოვდნენ ხოლმე საქორწილო ტორტებზე და გადავწყვიტე თავიდან, რომ უფრო პატარა საკონდიტროებს დავკავშირებოდი, მაგრამ თითქმის ორჯერ მეტი ღირდა მსგავსი ვიზუალის ტორტები პატარა საკონდიტროებში და მარონს ჰქონდა ყველაზე კარგი ფასი და თან მარონის ტორტები ისედაც ძალიან გვიყვარს და რა თქმა უნდა არჩევანი შევარჩერეთ მათზე. ტორტის შიგ თავსი იყო შოკოლადი ალუბლით, მაგრამ გარედან ვიზუალი იყო ჩემი მიწოდებული, რომელიც ვნახე Pinterest-ზე და თლად ზუსტად იგივე ვერ გააკეთეს, მაგრამ მგონი მაინც ლამაზია, ხო?
კიდევ რაზე ვისაუბროთ? ასევე ქორწილში მქონდა შეკვეთილი სარკე წარწერით და მქონდა ბარის მაგიდაც, რადგან ლოკაციაზე თვითონ არ ქონდათ სამწუხაროდ ბარის მაგიდა, სადაც ბარმენები იმუშავებდნენ და ეს ორივე ინვენტარი, ასე რომ ვთქვათ, შევუკვეთე აივორიში და ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით, გავუწევდი რეკომენდაციას აუცილებლად და მაგალითად ბარის მაგიდის და სარკის გარდა უამრავი საქორწილო ინვენტარი აქვთ, რაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და გამოიყენოთ. რაც შეეხება მუსიკალურ აპარატურას, რაც ჩემს ქორწილში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა მიცით, რომ დაგეგმილი მქონდა სიურპრიზი, სადაც უნდა ემღერა ლექსენს. წინასწარ ვასაუბრე აპარატურის წარმომადგენელი, ლექსენის წარმომადგენელთან, რომ შეთანხმებულიყვნენ, რა ტიპის აპარატურა იყო საჭირო, რომ ლექსენს კარგად შეესრულებინა ყველაფერი. თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ რაღაც აპარატურა დაგვაკლეს. თანხაც ძალიან ბევრი გამომართვეს, იმაზე მეტი ვიდრე რეალურად ეს ინვენტარი ჯდება. და სიმართლე რომ გითხრათ, იმ დღეს მათგან ნამდვილად არ მიგვწნია, რომ საერთოდ ადარდებდათ ეს დღე როგორ ჩაივლიდა. ამიტომ ამ აპარატურას ვერ გავუწევ ვერანაირად რეკომენდაციას და ჯერჯერობით არც გეტყვით, რომელი კომპანია არის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვაქვს მოლაპარაკებები, იქნებ რამენაირად გამოასწორონ მათი შეცდომა. კიდევ რა შემიძლია რომ გითხრათ, რეალურად ყველაფერი, რაც ჩემს ქორწილში იყო თავისი მომსახურებიანად, ინვენტარიანად, ყველაფერი ძალიან მომეწონა გარდა აპარატურისა. როგორც იცით, ქორწილში მყავდა დამხირავებული ბარმენები, რომლებიც მართლა თან გადაგვყვნენ და ძალიან დიდი მადლობა მათაც ამ ვიდეოდან. თუმცა არ ვიცი რამდენად სურთ, რომ პირადი კონტაქტი გაგიზიაროთ, თუ ვინმეს ქორწილში დაგჭირდებათ ბარმენი, თან გოგოები და უსაყვარლესი გოგოები, მომწერეთ და თქვენ მოგწერთ პირადად მათ კონტაქტს. რაც შეეხება ჩემს საქორწილო კაბას, ძალიან მომეწონა და ბევრი კომპლიმენტიც მივიღე და მივხვდი, რომ ბევრს გაინტერესებთ თუ სად შევიკერე. თვითონ კაბის დიზაინი ავარჩი ერთ-ერთ მაღაზიაში და ამაზეც ჩავწერ ერთ ვიდეოს, რეალურად გაჩვენებთ იმ კაბებსაც, რომლებიც მოვიზომე, მაგრამ არ ამირჩევია. და რეალურად ეს კაბა შემიკერა ქალბატონმა მანანამ, რომლის უდიდესი მადლიერიც ვარ და გავუწევ, რა თქმა უნდა, 100%-იან რეკომენდაციას. კიდევ ძალიან ბევრი დეტალია, რაზეც შემიძლია გესაუბროთ, მაგრამ უსასრულო ვიდეო გამოვა, მაგალითად, ჩემს ქორწილში გითხარით, რომ ყინულიც კი შეკვეთილი მქონდა, ჭიქებიც კი კოქტეილის მე ვიყიდე, სასმელიც მე ვიყიდე და ყველა პატარა დეტალი რეალურად იყო ჩემი დაგეგმილი და ყველა კონტაქტი იყო ჩემი მოძიებული, რასაც შევინახავ, რა თქმა უნდა, ყოველთვის და დარწმუნებული ვარ კიდევ გამომადგება ოდესმე. აი ამ დეტალებზე საუბარი არ ვიცი ახლა რამდენად სწორი იქნება, სად ვიყიდე ალკოჰოლი და სად ვიყიდე ჭიქები, მაგრამ თუ ვინმეს ძალიან გაინტერესებთ, მოდით მომწერეთ და გიპასუხებთ. მგონი სულ ეს იყო და ყველაფერი მოგიყევით ჩემი ქორწილის შესახებ. იმედია ძალიანაც არ დაგხალეთ. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ, ვინც ახლა გეგმავთ თქვენი ოცნების ქორწილს და იმედია ეს ვიდეოც დაგეხმარებათ.